რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე 1 სექტემბრიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. რეაბილიტაციის გამო, რომელიც ივლისის ბოლოს დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბილისის ცენტრში სატრანსპორტო კოლაფსია. ახალი სქემის თანახმად რუსთაველის გამზირის მიმდებარე ზოგიერთ ქუჩაზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა. ასევე შემუშავდა 2 ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა. დედაქალაქის მთავარი გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების ალტერნატიული სქემის მნიშვნელობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მოსახლეობა მოთმინებით უნდა მოეკიდოს სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეულ დისკომფორტს. ყველამ ერთად უნდა მოვითმინოთ ნოემბრის ბოლომდე და მერწმუნეთ იმაში, რომ იქნება საუკეთესო პროექტი, როდესაც სამუშაოები იქნება დასრულებული, ყველანაირად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული და ასე შემდეგ. ყველა ვიამახებთ აღნიშნული შესრულებული სამუშაოებით აღნიშნულ გამზირზე. კალაძე ამბობს, რომ გადაადგილების დროებითი სქემის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძღოლებისთვის. შესაბამისად, ვიდეო რგოლის სახით ის სოციალურ პლატფორმების გარდა ტელევიზიითაც გავრცელდება იმისთვის, რომ ფართო საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია სიახლეებთან დაკავშირებით. ერთიდან ზაქარია ჭიჭინაძეს კვეთამდე. რის შემდეგაც ბესიკის ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი მოძრაობა. ბესიკის ქუჩის მონაკვეთი კერძო ჯვანიას კვეთიდან შევჩენკოს კვეთამდე იქნება ცალმხრივი. ასევე ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე. მოძრაობის ალტერნატიული სქემების მიუხედავად თბილისის ცენტრში მდებარე 2 სკოლა სასწავლო წელს განსხვავებული ფორმით დაიწყებს. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო 1 კლასიკური გიმნაზიის და 47 სკოლის მოსწავლეები ჰიბრიდული მოდელით ისწავლიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით 1-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეები 2 ცვლაში ისწავლიან. მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები კი დისტანციურად. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოდან 2 სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო. ამ დროიდან სრულად დაიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება კოსტავას გამზირის დასაწყისიდან თავისუფლების მოედნამდე.